ეხლა ნამდვილად ლეგენდარული თამბაქო უნდა შემოგთავაზოთ. ეს არის Escudos Neve Deluxe. ეს შეფუთვაში ტრადიციულ შაიბაში და თამბაქო არის დაჭრილი თამბაქო, აი ლენტებად დაჭრილი, დაპრესილი გვაქვს ფლეიკად და კუბიკებად დაჭრილი და აი ესეთი ათასნაირი ვარიანტი არის, ხო? ერთ-ერთი ვარიანტი არის ეგრეთ წოდებული მედალიონი. ანუ დაპრესილი არის და ფლეიკი თუ არის დიდ პირკეტებად იპრესება და შემდეგ იჭრება. ესენი დაპრესილი არის, აი როგორ გითხრათ, აი რულეტი ერქვა, ხო, ამას გონი. აი ეს დიდი რულეტი კეთდებოდა და შემდეგ იჭრება როგორც მედალიონები. აი ზემოთ შემდეგ დავხაზავ და ნუ ამობენ რომ აი ამის გითხარით რომ ჩიბუხის მოწევა არის საინტერესო თავგადასავალი. და აი ამ თავგადასავალში ერთ-ერთი ფურცელი არის აუცილებლად უნდა გქონდეთ გასინჯული და მოწეული, აი უნიკალური გემო აქვს რაღაცნაირი, აბსოლუტურად სხვაგვარია. მოგეწონება და არ მოგეწონება ამაზე კი არ არის, ან კარგი ან ცუდია, აბსოლუტურად სხვაგვარი არის მედალიონის მოწევა და მედალიონებში ეს თუ პირველი არა, ერთ-ერთი პირველია. ნუ ამბობენ რომ მხოლოდ დანხილის ყოფილი დანხილის, ეხლაც პეტერსონი უშვებს ამას, იმას აქვს ეს მედალიონები, ნუ ზოგი ამბობს რომ ის არის ნომერ 1, ზოგი ამბობს რომ ეს არის ნომერ 1, ანუ როგორც ჯერ მithქვამს, როგორც აი Mercedes-ი და BMW, აი ესე გაყოფილია აზრები და ზოგი ამას თulis, ზოგი იმას თulis, ზოგი თulis რომ აბსოლუტურად თანაბარია, ორივე არის high class-ის. ნუ მოკლედ ეს რომ უნდა გქონდეთ ამაზე საუბარი არ არის, თუმცა ეს როგორი თამბაქოა, იცით, ძალიან ხშირად არ არის მაღაზიებში. აი გამოდის გათავდება და ეხლაც წავაწყდი ერთ-ერთ მაღაზიაში და შევიძინე. ნუ ამასაც რა უწერია ხა ამას ანოტაციაში. ყველაზე მთავარი უწერია რომ ერთი არ შეიძინოთ, არ შეცდეთო. 5-6 კოლოფი შეიძინეთ აუცილებლად რომ მოწევთ გაგიჟდებით ისე მოგეწონება და ის დანარჩენები გქონდეთ და დააძველეთ და შეინახეთ. ნუ მე ვერ მივყევი ამ რეკომენდაციას, ახლა ეს ერთი ძლივს ჩავიგდე ხელში. მანამდე მოწეული მოქვს სხვა მედალიონები. წონით და იმით იყიდებოდა. Escudos მედალიონი არ მქონდა მოწეული და არ მოქვს მოწეული და თქვენთან ერთად გავტესტავ აი ამასაც. ნახოთ. ეხლა კი თავარი მიზეზი თუ რატო გამოვიწერე აი ეს გზავნილი რატო შეიქმნა, როგორ შეიქმნა, რისთვის შეიქმნა და რა მოხდა. თქვი რომ ჩიბუხებს აღარ გამოვიწერ მეთქი, მაგრამ აი ესეთ უნიკალურ ჩიბუხს წავაწყდი სულ შემთხვევით ცნობილ მაღაზიებში არის განყოფილებები და იცით რომ აი მეორადი ჩიბუხებიც კი იყიდება. მეორადი ჩიბუხი ძალიან რთული საყიდელი ნივთია, იმიტომ რომ მაღაზია არ იძლევა გარანტიას, ის ამბობს რომ ვიზუალურად არ აქვს დაზიანებები, თუმცა ჩიბუხი რა დღეშია, როგორ არის, როგორ წმინდნავდნენ და აი ამას ის ვერ იძლევა გარანტიას და ძალიან დიდი არის შემთხვევა რომ მეორადი ჩიბუხის ყიდვის შემთხვევაში ვიზუალურად გადასარევი ჩიბუხი იყიდოთ, მაგრამ ჩიბუხი არ ვარგოდეს და გაფუჭებული იყოს. გაფუჭებული არა ის დაზიანებებით, არამედ არასწორი გაწმენდით და იმით მას ძალიან ისეთი გემოქონდეს, არასასიამოვნო და ნუ მოკლედ გამიგეთქონ. მაგრამ აი ამ ჩიბუხებში მეორე ჩიბუხებში არის თუ მიაქცევთ აი ესეთი დეტალი ხშირად ჩიბუხს უწერია unsmoked, ანუ ძველი არის თითქოს მეორადი არის, სადღაც საწყობში ჩარჩენილია, მაღაზიაში დარჩენილია, მაგრამ unsmoked არ მოწეული არ არის, არ გახსნილი არის, აღარ არის ორიგინალურ შეფუთვაში იმაში, მაგრამ ფაქტიურად აბსოლუტურად ახალი არის და ძალიან იაფად შეგიძლიათ აი ასეთი ჩიბუხი ჩაგივარდეთ. აი ესეთი unsmoked ჩიბუხი ჩამივარდა ესეთ შალითაში, ეს მაღაზიის შალითა არის, იმიტომ რომ არ შეფუთვა ქონდა არაფერი და მინდა ჩემი სიხარული გაგიზიაროთ, შევიძინე ჩიბუხი, რომელიც ნაწარმოები არის, ზუსტად ვერ დაადგინეს რომელი წელია, მაგრამ ზუსტად გეუბნებიან, რომ არის 1932 წლიდან 1940 წლამდე ნაწარმოები, ანუ ყველაზე ახალი არის 1940 წელს გამოსულია ეს ჩიბუხი, ყველაზე ახალი.
ანუ 40 წელს გამოსულია ჭიბუხი, ესე იგი 60 წელი იმ საუკუნეში და 25 ახლა 85 წლის არის ეს ჭიბუხი ან კიდევ უფრო მეტის. ეს არის კლასიკური old school ჭიბუხი, რა თქმა უნდა old school არის 85 წლის წინ გამოშვებული ჭიბუხი, ფრანგული ჭიბუხი. ფრანგული ჭიბუხი არ მქონდა ჩემს კოლექციაში. სხვადასხვა მინდა იცოდეთ, რომ აი ჭიბუხები იყო წამყვანი მხოლოდ რა, ფრანგული, იტალიური, ინგლისური. ინგლისურებში გადიოდა ირლანდიურიც, ბრიტანული პროსერად ვთქვა. აი ეს 4 ჭიბუხი იყო. ფრანგული არ მქონდა, ყოველთვის მინდოდა, როდესაც წავაწყდი ფრანგულ ჭიბუხს, აი ამ ხნისას ვიზუალურად ძალიან მომეწონა სურათზე, გადავწყვიტე რომ შემეძინა. თან აი მიზერული ფასი და არც კი წარმოვიდგინე სულ იმისკდებოდა რომ მეთქი რა, იმ ხო არ არის მეთქი და ეს ჩამოვიდა და ეხლა გაჩვენებთ ბევრი რა ლაბორატორო აი ამ ფანტასტიკურ ფრანგულ ჭიბუხს, ბრიარის ჭიბუხს. მე არ ვიცი რა. ფანტასტიკური ჭიბუხია. აი მარკირება. ხო. ეს არის ფრანგული ფირმა Brolua. არ ვიცი, აი ემოციები მაუსებს ხელში რომ მიჭირავს, აი ამ ხნიბოს ჭიბუხი, არ ვიცი რა. ანუ მინიმუმ 85 წლის არის. და მაქსიმუმ 92-ის, ხო? თუ სწორად ვიტყვი. ეს არის ეგრეთ წოდებული old school ფრანგული ჭიბუხი. Brolua, ასე არის ფრანგულად გამოითქვა მგონი. და ეს სადღაც აუბეჭდე კიდე სპეციალურად. ფირმა Brolua, რომელიც შეიქმნა საუკუნის დასაწყისში და უშვებდა უნიკალურ ულამაზეს ჭიბუხებს Saint-Claude-ში. ფაბრიკა ქონდა Saint-Claude-ში. ნუ Saint-Claude ჭიბუხის მოყვარულებმა ვიცით, რომ არის ფაქტობრივად ფრანგული ჭიბუხის მექა არის. ყველა ფრანგი წარმოებლის ქარხანა Saint-Claude-ში არის განთავსებული. და ეს ფირმა Brolua-ც Saint-Claude-ში იყო განთავსებული. უშვებდა ჭიბუხებს, იყო ძალიან პოპულარული იმ პერიოდში და 1950 წელს შეწყვიტა მან არსებობა, გაკოტრდა და დამთავრდა ამ ჭიბუხების არსებობა. და აი 2010 წელს ერთ-ერთმა ფრანგმა ბიზნესმენმა შეიძინა უფლებები აი ამ ჭიბუხზე. თქვა ინფორმაციაც მიიღო, იცით რომ დასავლეთში კერძო საკუთრება სხვაგვარად ხელშეუხებელი რამ არის და შეიძინა საწარმოები, რაღაც საწყობები, რომელიც დალუქული იყო და რომ გაიხსნა ეს საწყობები, აღმოაჩინა უკვე გამზადებული, გასაყიდად გამზადებული, ნახევრად გამზადებული, ზოგი დასრულებული, ზოგი შუა პროცესში ჭიბუხები. და ეს ჭიბუხები მოიყვანა შესაბამის ფორმაში, ანუ გააპრიალა და გამოიტანა გასაყიდად. და ამიტომ აი ეს მარკირებები სხვადასხვა წლებში იყო სხვადასხვა და აი ამ მარკირებებით ადგენენ რომელი ეპოქის არის. აი ეს მარკირება, რომელიც არის, არ ვიცი ხა ფოკუსი როგორ იმოშვება, აი ამ Brolua-ს, აი ამ ჭიბუხზე, ეს არის 1932 წლიდან 40 წლამდე გამოიყენებოდა. ამიტომ პირდაპირ ამბობენ, რომ აი ეს პირდაპირ ეს არის. არის ბრიარი, საუცხოო ბრიარი არის. ეს არ არის აკრილი, მაშინ არ იყო აკრილი, ეს არის ნამდვილი ებონიტი. და ყველაზე მთავარი რა არის ის და ხელით რომ მუშაობდნენ, ხელით აპრიალებდნენ, ეხლაც ხელით აკეთებენ თითქოს, მაგრამ აი ვერ აგიხწერთ, აი ეს გადასვლა ხის აი ამ ებონიტზე, აი თითსაც რო უსმევ, არა, აი ვერ ვგძნობ სად არის ეს ნაკერი, თითქოს გეგონება რომ თავიდან ვიფიქრე რომ ხო არ არის ეს ჩაწეპებული, ისე რომ არ იშლება, შეიძლება და აბა როგორ გავწმინდო მეთქი, აი ვერ წარმოვიდგენდი რომ აი ეს ასე ადვილად ჩვეულებრივ ჭიბუხებზე უფრო ადვილად იშლება. რა თქმა უნდა, ფილტრის გარეშე არის, იმიტომ რომ კლასიკა არის, ფილტრე წამოვიდა შემდეგ უკვე. თორემ ჭიბუხის მწველები ფილტრს არ ცნობდნენ და არც არსებობდა.
აი ესე, როდესაც ჩასვამთ, მე არ ვიცი, ახლა მე მგონი რაღაც მიკრონში არის. ჩასველი და რაც ყველაზე მთავარია, ჩიბუხები დღეს ხო იფარება, აი შიდა მხარე ნამწვავის გაკეთება ხო ძალიან რთულია და პროფესიონალისთან არის დამსახურებული და დაკავშირებული და რო არ გაუფუჭდეთ ჩიბუხის მწველებს თანამედროვე ჩიბუხები უკვე დაფარული იყიდება იმ შავი რაღაც აი ჭვარტლის, ფერფლის და რაღაცის ნაზავით გამოგრულია და ამას კარბონიზაციას ეძახიან. თანამედროვე ჩუბუხებში ერთ პერიოდში ეს უკვე ჩუბუხების აქებდნენ ამით, რომ აი ეს უკვე კარბონირებულ ჩუბუხებს უშვებენ, ანუ ნამწვავის პირველი ფენა თითქოს უკვე გაკეთებულია ქარხნულათო და რაღაც პერიოდში ეს პლუსად ეწერებოდათ. და შემდეგ ნელ-ნელა სხვადასხვა წარმოებლების კრიტიკა დაიწყეს და თქვეს, რომ როდესაც უზიანდება დაზიანება, ან რაიმე დაზიანება, ან რაღაც არის, აი კარბონიზაციით ფარავენო და ეხლა პირიქით ტრენდში არის, რომ არ იყოს დაფარული, არ იყოს კარბონირებული, ანუ ჩვეულებრივი ხე იყოს და მწველმა თვითონ გააკეთოს ნამწვავიო. აი უფრო მართალი რო იყოთ წარმოებელთანო, პირდაპირ ჩვენი თუ და აი ამაში ზუსტად აი პირდაპირ ხე არის, არავითარი კარბონიზაცია არ არის და ჩანს ახლა დამერწმუნეთ, ახლა კიდე ისე არ ჩანს, მაგრამ აი შუქზე რო ხედავ, აი როგორი იდეალურია დამუშავება. როგორი იდეალური. არ ვიცი ვერ გეტყვით. არც კი ვიცი გავბედავ თუ არა ამ ჩიბუხის მოწევას, ამ ეტაპზე. რა თქმა უნდა, მინდა და მაინტერესებს როგორია, მაგრამ არ ვიცი ხა ამ 85 წლის ჩიბუხი, არ ვიცი, ასეთი ჩემს კოლექციაში ერთ-ერთი უნიკალურია. ხო, დაბლოება აი პეტერსონის სისტემის როგორ პლიპ, ხო? პლიპ სისტემა, აი ეს ზემოდან რომ არის ნასვრეტი, ეს ლიცენზია ამათმა მიიღეს პეტერსონისგან და ლიცენზიით ამზადებდნენ აი ეს მუშტოკის რო გრილად რომ მოწიოდა გემინოს. სხვა არ ვიცი. ერაფოს სხვას ვერ გეტყვით. ძალიან მოხარული ვარ და მედნიერი ვარ, რომ აი ესეთი ჩიბუხი ჩემს კოლექციაში მოხდა. არ ვიცი აბა თუ არ გახალეთ მოლ შეხვედრამდე.